პოლიტიკური ორგანიზაცია GeoCase-ის თავმჯდომარე უნდა შემოგვიერთდეს ეხლა პირდაპირ ეთერში ბატონი ვიქტორ ყიფიანი და უნდა ვისაუბროთ სწორედ იმ საკითხზე, რაც არის, როგორც გითხარით, მთელი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში. მოგესალმებით ბატონო ვიქტორ, მადლობა იმისთვის, რომ გვითმობთ დროს და იღებთ გადაცემაში მონაწილეობას. მოდით დავიწყოთ იმ საკითხზე საუბრით, რაც ხდება ეხლა ლონდონში, თავდაცვის სამიტი, თითქმის მსოფლიოს ყველა ლიდერი, დასავლურ ნაწილს გულისხმობს სამყაროსი. ცივილიზებული სამყაროსი იმყოფებიან ახლა ლონდონში, ჩვენ ნახეთ ეს ოფიციალური დახვედრის ცერემონიაც, ადგილზე იმყოფება უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. რამდენად შეიძლება აი დღეს ლონდონში მიმდინარე ამ სამიტმა გადაწყვიტოს ის თუ როგორ შეიძლება ან საერთოდ შეიძლება თუ არა გაგრძელდეს კომუნიკაცია შტატებსა და უკრაინას შორის. ბატონ ვიქტორ, აი როგორ უყურებთ ამ პროცესს? ალბათ მე ასე ჩამოგიყალიბებდი ჩემ პასუხს, რომ ის რაც ახლა ლონდონში ხდება, ეს არის ევროპელების გამოღვიძება და ამით ევროპელები საკუთარ თავს ახსენებენ, რომ ისინი ევროპის კონტინენტზე არა მარტო ბინადრობენ, არამედ ევროპულ საქმეებზე, მათ შორის უსაფრთხოების საკითხებზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა აიღო. აი თვით სიტყვა ევროატლანტიკური ალიანსი, თუ ჩვენ ახლა ამ სიტყვას ისეთ სემანტიკური ჩაშლით გავმართავთ, ეს არის ატლანტიკის ერთი მხარე, როგორც ერთი ბოლო ამ ალიანსის და მეორე არის ევროპა. ამიტომ ყოველ კრიზისში, ყოველ ასეთ გართულებაში, ნათქვამი არის, რომ უნდა ვეძებოთ გარკვეული შესაძლებლობები და ეს არის ალბათ შესაძლებლობა ევროპისა, მოგეხსენება ცნობილი კონცეფტი სტრატეგიული ავტონომიის, ალბათ ჩვენ სწორედ აი ამას ვხედავთ ახლა, თუ ჩვენ დღეს ჯერჯერობით ვერ ვსაუბრობთ კონკრეტულ დეტალებზე იმ შეკრებისა, რომელიც ლონდონში მიმდინარეობს და ბუნებრივია ჯერ ნაადრევი არის ანალიზი. ერთი მთავარი ნაბიჯი სამისოდ გადადგმული არის, რომ ევროპამ სწორედ აი ასეთ პასუხისმგებლობაზე შეახსენა საკუთარ თავს და სიმართლე რო გითხრათ, ერთი კიდევ დამატებითი წინადადება ახლა ევროატლანტიკურ ალიანსზე გამახსენდა. პრინციპში დღიდან მისი გაპრეზიდენტებისა დონალდ ტრამპი ცალკეულ საკითხებში სწორ აქცენტებს აკეთებს თავისთავად. და ამ აქცენტებს აკეთებდა მანამდეც. უბრალოდ ალბათ მთელ რიგ შემთხვევებში ასევე გარკვეული შეფასების საკითხი არის ფორმა და შინაარსი. ამდენად აი ამ ხრივ შეიძლება ჩვენ ვისურვოთ, რომ ეს ევროატლანტიკური ალიანსი იყოს გაცილებით უფრო ხავერდოვანი და გაცილებით უფრო სინერგიაში მოსული თანამშრომლობის კუთხით. ალბათ აი ესე ჩამოგიყალიბებდით ჩემს პასუხს და კიდევ ერთი დამატება აუცილებლად რომ არ გამომრჩეს, რომ ის რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ არის ალბათ მათ შორის უსაფრთხოების ახალი კონსტრუქციის შექმნა. მე ხშირად მithქვამს, რომ მრავალმხრივი ალიანსი, მაგალითად ნატოს სახით, ეს შეიძლება არ იყოს ერთადერთი ოპცია, არა მარტო ევროპისათვის, არამედ მათ შორის უკრაინისა და საქართველოსთვის. ეს არის გეოგრაფიული ნიშნით შექმნილი ალიანსები, ეგრეთ წოდებული მილი ალიანსები, რომლებიც ჩემი აზრით შეიძლება იყვნენ უფრო ქმედითუნარიანი საფრთხეებზე რეაგირებისას, იმიტომ რომ რისკისა და საფრთხის აღქმა გეოგრაფიულად დაახლოებული ერთ გეოგრაფიაში მყოფი ქვეყნებისათვის ხშირად უფრო გასაგები არის და უფრო ესე ვთქვათ ერთგვაროვან გარმარტებას შეიძლება ექვემდებარებოდეს ვიდრე იმ ქვეყნებისათვის, რომლებიც უფრო მოშორებით იმყოფებიან. ამიტომ აი ამ ხრივათა ჩვენ შეიძლება ამ ევროპულ საფრთხეებაში საინტერესო ტენდენციის მოწმენი ვიქნეთ, რაც მათ შორის ნიშანდობლივი და თვალსაჩინო შეიძლება იყოს ჩვენთვისაც. კი ბატონო, კონკრეტულად რას გულისხმობთ ამაში ბატონ ვიქტორ? აი ნიშანდობლივი და თვალსაჩინო ჩვენთვისაც, ხო? ბრძანეთ და უფრო რომ გავშალოთ ეს საკითხი. ყოველგვარი ესე ვთქვათ ბზარის გარეშე, რომელიც შეიძლება ევროპის მოძლიერებამ სამხედრო უსაფრთხოების კუთხით შეიტანოს ევროატლანტიკურ ალიანსში, რასაც ჩვენ ნატოს ვეძახით, შეიძლება ევროპის კონტინენტზე, ყოველ შემთხვევაში აღმოსავლეთ ფლანგით მინიმუმ შეიქმნას აბსოლუტურად სხვა სამხედრო ალიანსი, რომელიც შეიძლება პირველადი რეაგირების კუთხით შეიძლება იყოს უფრო მომარჯვებული, უფრო ქმედითი და უფრო ადეკვატური. ეხლა თქვათ, აი მე რო ჩვენი მსმენელისთვის კიდევ სხვა დამატებითი ილუსტრაცია მოვახდინო, რას გულისხმობ, აი კიდევ ერთი თქვა დამატებითი მინი ალიანსის სახით მე წარმომიდგენია შავი ზღვის აკვატორიაში ერთგვარი გეოგრაფიული ნიშნით უსაფრთხოების სისტემის შექმნა, სადაც შავი ზღვის ის ქვეყნები, რომლებსაც ერთგვაროვანი გაგება აქვს მათი გეოპოლიტიკური კურსის ასევე გაერთიანდნენ ამ ნიშნით. ამდენად კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ნატოს ხოლგის ქვეშ
ნატოს ერთიანობის დაურღვევლად შეიძლება ჩვენ სწორედ ამ პროცესის მოწმენი გავხდეთ და ეს სხვათა შორის არ არის უდროო პროცესი, ეს არის პროცესი, რომელმაც გარკვეულწილად დააგვიანა კიდევაც, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ ნატოს გაფართოებაზე აღმოსავლეთით, ეხლა ნატოს პირველი ესე ვთქვათ, თუნდაც ეს პირველი თვე, რაც მან თეთრსახში გაატარა, თვალსაჩინოდ მიუთითებს იმაზე, რომ გარკვეული ეს ვთქვათ, ზეოპტიმისტური მოლოდინი, რომ ტრამპის პრეზიდენტობის პერიოდში ნატო გაფართოვდება აღმოსავლეთისკენ, ალბათ ეს მოლოდინები არის მინიმუმ ვთქვათ, ზეოპტიმისტური, ამიტომ ჩამნაცვლებელი მოდელები, ამას მე ხშირად საკომპენსაციო მოდელებს ვეძახი, საკომპენსაციო მოდელების ნაირსახეობა არის დღეს ევროპაში და არა მარტო ევროპაში, არამედ საერთოდ მსოფლიოში. ეს არის ორმხრივი თავდაცვითი შეთანხმებები, რასაც სხვათა შორის უკრაინა ითხოვდა არაერთ ევროპულ ქვეყანასთან მანამდეც, მათ შორის დიდ ბრიტანეთთან. ეს არის ის შეთანხმებები, რომლებიც გეოგრაფიული ნიშნით გარკვეულწილად მინი ალიანსებს, ანუ რამდენიმე სახელმწიფოს გაერთიანებას გულისხმობს, გამომდინარე იმ საფრთხიდან, რასაც ისინი ერთგვაროვნად ხედავენ და ერთგვაროვნად აღიქვამენ. ამ შემთხვევაში ერთგვაროვანი საფრთხე მომდინარეობს რუსეთის მოსაზღვრე ქვეყნებისათვის. რუსეთის ფაქტორი და რუსეთის გასხვივ საზღვისპირა ქვეყნების ბედი სწორედ მათ უფრო მეტ შეკავშირებასა და გაერთიანებას, მათ შორის სამხედრო ნიშნით განაპირობებს. კი ბატონო და ბატონო ვიქტორ, აი ბოლო კითხვა მინდა დაგისვათ, თავარი სხვათა შორის, რაზეც BBC-სთან ინტერვიუშიც ახსენა ეს საკითხი, ბრიტანეთის პრემიერმა და შემდეგ უკვე ბრიტანული მედია, რასაც წერდა, არის ის, რომ ყველა ცდილობს, მათ შორის ბუნებრივია ბრიტანეთის პრემიერიც, რომ მოხდეს ვოლოდიმირ ზელენსკის მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება ვაშინგტონში, გულისხმობ ტრამპთან დიალოგის გაგრძელებას, აი რა პერსპექტივა არსებობს ამის? რამდენიმე ვერსია გავრცელდა, მათ შორის არაოფიციალური, რომ იქ თეთრ სახლს რაღაცა თავისი პირობები აქვს, საჯარო ბოდიში, ამის შემდეგ დიალოგის გაგრძელება და ასე შემდეგ. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის ყველაზე რეალური, რამაც შეიძლება კვლავ განაახლოს ტრამპისა და ზელენსკის საუბარი? ეხლა ჩვენ დროის წინსვლიდან გამომდინარე ბუნებრივია ვერ შევდებით დეტალებში თანამედროვე პოლიტიკის ისეთ მეტად აშკარა ელემენტზე, რომელსაც კომერციული მერკანტილიზმი ჰქვია და წიაღის ცხოვზე შეთანხმება სწორედ ასეთ კატეგორიას განეკუთვნება. ჩვენ ასევე ვერ ვისაუბრებთ ეხლა თქვა ცალკეულ ელემენტებზე იმ დაახლოებისა, რომელიც შეიძლება საბოლოო ჯამში შედგეს ზელენსკისა და ტრამპს შორის, მაგრამ ერთი რამ ფაქტი არის, რომ ორი რამ, რაც ევროპელმა კოლეგებმა უნდა შეახსენონ ტრამპს, არის შემდეგი. პირველი, კიდევ ერთხელ განუმარტონ მას რეალურად რა ხდება უკრაინაში. რა ხდება უკრაინაში, რისთვის იბრძვის უკრაინა და ზელენსკი ამ შემთხვევაში რა ინტერესებს წარმოადგენს. ზელენსკის ინტერესები ამ შემთხვევაში უკავშირდება არა მარტო უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ იმ ზოგად აღიარებულ პრინციპებს საერთაშორისო სამართლისა, რომელიც ყველაფერთან ერთად სხვადასხვა გარიგებების პროცესში გამორიცხავს ტერიტორიებით ვაჭრობას და საზღვრების გადაკერვას. ეხლა ჩვენ რო ერთი წამით დაუშვათ, რომ ეს შეიძლება იქნას მნიშვნელოვანი როგორც პრეცედენტი, როგორი ჯაჭვისებური უარყოფითი პროცესი წავა მსოფლიოში, ეს ერთი და მეორე. ევროპელმა კოლეგებმა ასევე უნდა შეახსენონ ტრამპს მეორე გარემოება, რომ ის საკითხი, რაზედაც ზელენსკი საუბრობს, უსაფრთხოების გარანტიები, ეს არ არის მხოლოდ მოდისა ან გემოვნების გამო. ეს არის სწორედ ისეთი უსაფრთხოების გარანტიები, რომლებმაც ომის განახლება უნდა გახადონ პრაქტიკულად ომის ზავის დადების შემთხვევაში ან ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, შემდგომში ომის განახლების შესაძლებლობა უნდა დაიყვანონ პრაქტიკულად მინიმუმამდე. და ამ მხრივ კაცობრიობას აქვს არაერთი ცუდი ანალოგი. ასე მაგალითად, ყველაზე მსხვილი ანალოგი რო წარმოვიდგინოთ ჩვენ. ისტორიკოსები ხშირად და სამართლიანად პირველ მსოფლიო ომს ეძახიან დაუსრულებელ ომს და მიიჩნევენ, რომ პირველი მსოფლიო ომი იყო ერთგვარი შესავალი მეორე მსოფლიო ომში. ამიტომ ტრამპის გადმოსახედიდან, როდესაც ტრამპი საუბრობს მესამე მსოფლიო ომზე, მან კარგად უნდა გაიცვი ცნობიეროს და მისმა ადმინისტრაციამ, რომ დაუსრულებელი სანახევრო შეთანხმება რამენაირად მათგან ნებსით უნებლიეთ სწორედ იმ მესამე მსოფლიო ომში შესავალი არ იყოს. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა ბატონო ვიქტორ იმისთვის, რომ დაგვითმეთ დრო და მიიღეთ გადაცემაში მონაწილეობა. ვიქტორ ყიფიანს ვუსმენდით ჩვენ პირდაპირ ეთერში.